ახალი რეგულაციები უკვე ძალაშია კანონში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ხოლო თბილისის 8 სპეციალიზირებული აფთიაქი დაჯარიმი და ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის გამო კი ამდენივე ფარმაცევტს მუშაობის უფლება შეუჩერდა. სპეციალისტები იმ აფთიაქში შევიდნენ, სადაც რამდენიმე საათით ადრე ინფორმაცია მიიღეს, რომ ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ იყიდებოდა. მიუხედავად რამდენჯერმე გაფრთხილებისა, აფთიაქის მეპატრონემ და ფარმაცევტმა პირველი ჯგუფის მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია ისევ გააგრძელეს. ამ კანონდარღვევის გამო 12,000 ლარიანი ჯარიმა აფთიაქის მეპატრონეს დაეკისრა, ხოლო უშუალოდ ფარმაცევტს საქმიანობის უფლება 3 წლით ჩამოერთვა. ამ შემთხვევაში დარღვევა არის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის და გაცემის წესის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტი. სააგენტო ყოველდღიურად ახორციელებს პერმანენტულ რეჟიმში პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე კონტროლს. საახდელი, რომელიც დაწესებულებას დაეკისრება, განისაზღვრება 12,000 ლარიანი ჯარიმით, ასევე დამატებით ახალი საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად დადგება საკითხი პასუხისმგებელი ფარმაცევტის პასუხისმგებლობის შესახებ, კერძოდ მას აეკრძალება უფლება განახორციელოს როგორც პირველი ჯგუფის, ასევე მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია. კანონში ცვლილება 1 კვირის წინ ამოქმედდა. ბოლო მონაცემებით მხოლოდ თბილისში 8 აფთიაქი გამოვლინდა, სადაც ფსიქოტროპული წამლები უკანონოდ იყიდებოდა. შესაბამისად, ამდენივე ფარმაცევტს საქმიანობის უფლება ჩამოერთვა. ერთი აფთიაქი დაიხურა ბათუმშიც. აღმოჩენილი იქნა დარღვევები, ისინი ჩვეულებრივად დაჯარიმდნენ და ახალი რეგულაციით მოხდა პასუხისმგებლობა ფარმაცევტების, მომუშავე ფარმაცევტების და ამის გარდა, რაც ძალიან მახარებს, სერიოზული ეფექტი გვაქვს იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი აფთიაქი თვითონ დაიხურა. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ სპეციალიზებული ფსიქოტროპული მედიკამენტების სააფთიაქო ქსელი სისტემატიურად მოწმდება. ბოლო პერიოდში წამლის ურეცეპტოდ რეალიზაციის ფაქტების გამო სამინისტროში სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს. ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სწორედ ახალი რეგულაციების შემდეგ მოხდა. ამ დრომდე აფთიაქს მხოლოდ ფულადი ჯარიმა ეკისრებოდა. აფთიაქის პასუხისმგებელ ფარმაცევტს 3 წლის ვადით აეკრძალება პირველ ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაზე პასუხისმგებლობა, ასევე 1 წლის ვადით აეკრძალება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაზე პასუხისმგებლობა. ჯანდაცვის სამინისტროში კანონდარღვევი აფთიაქების ახალი ნუსხა მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. რამდენიმე მათგანში მხოლოდ გაფრთხილება მიეცა. მედიკამენტების უკანონო გაყიდვის შემთხვევაში კი ამ აფთიაქებსაც საქმიანობის შეჩერება ემუქრება.